ოცნებას ბავშვებისთვის ფული ენანება, სამაგიეროდ პიკზეა ელიტური კორუფცია. რა აქვს რეჟიმს დასამალი გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის საქმეში. ლევან ახობაძის ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, მოლოდინია, რომ დაიხურება სასამართლო განხილვებიც. ირკვევა, რომ ბრალის დადგენილებაში გრიგოლ ლილუაშვილის სახელი და გვარი არ წერია. ოცნების უსისყოფილი უფროსი აღარ უხსენებია აღარც საქმის პროკურორს. არადა პირველ ბრიფინგზე ითქვა, რომ რუსეთის მოქალაქისგან ქრთამის აღების საქმეში გრიგოლ ლილუაშვილი პირადად იყო ჩართული. მარიკა ბოლქვაძე აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. მარიკა, გისმენთ. დიახუკა, ლევან ახობაძე ახლა აღკვეთი ღონისძიების სახეს და ზომის შესახებ სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სავარაუდოდ ჩაინიშნება ლევან ახობაძის საქმეზე სასამართლო პროცესი და გავიგებთ თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს სახელმწიფო ლევან ახობაძის წინააღმდეგ. რაც შეეხება მის პოზიციას ამ წუთებში, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ვიცით რომ ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და დუმილის უფლებით სარგებლობს. მის ადვოკატებს კი გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რამდენადაც ვიცით, ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და ადვოკატები ამბობენ იმას, რომ იზრუნებენ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენოს. სავარაუდოდ ეს საქმე და მის სასამართლო პროცესები მედიისთვის და სხვა პირებისთვის დახურული იქნება, რადგან პროკურატურამ ისევე როგორც სხვა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების საქმეების შემთხვევაში მოხდა ამ საქმეს გრიფი დაადო. ადვოკატებს ცხადია ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა იმის შესახებ და დავუსვით შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა ტიპის მტკიცებულებებია წარმოდგენილი საქმეში ლევან ახობაძის წინააღმდეგ, რადგან მათ აქვთ გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი, მათთვის არ არის ნებადართული ამ დეტალებზე საუბარი, თუმცა ერთ-ერთი ადვოკატისგან ვიგებთ იმას, რომ ლევან ახობაძის სახლიდან გარკვეული რაოდენობის თანხა არის ამოღებული. რა რაოდენობის თანხაა ამოღებული, ეკუთვნის თუ არა ეს ლევან ახობაძეს, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. ამასთან ერთად ვიგებთ იმასაც, რომ თანხის გარდა ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან მტკიცებულებად ტექნიკაც არის ამოღებული. უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ამ ბრალთან დაკავშირებით. ბატონი ლევან ახობაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის იყენებს ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებას. გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, მე არა მაქვს შესაძლებლობა, უფრო მეტი ესე ვთქვათ, ვისაუბრო ამ საქმესთან დაკავშირებით. უბრალოდ რაც მინდა აღვნიშნო, ის შინაარსი, რაც იყო დღეს ესე ვთქვათ გაჟღერებული, ეს შინაარსს მე ამ საქმეში ამ ეტაპისთვის მე ვერ მივაგენი. ეს არის არ არის სარდგენილი ბატონო რა. ამის სარდგენილია, მაგრამ იმაზე მეტი იყო ნათქვამი, ესე ვთქვათ განცხადებაში. მე ამ ესე ვთქვათ შინაარსს ვერ მივაგენი, ამ საქმის მასწავლებლებს სჭირდება შესწავლა, ესე ვთქვათ გაცნობა ხვალ დილით. არ არის დიდი ტომი, ძალიან ესე ვთქვათ. ჩვენებები არის საქმეში. სახლიდან საქმეში რაღაცა მტკიცებულებები ყოველთვის არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ და მეც როგორც იურისტი დარწმუნებული ვარ, ერთი შეხედვით საქმის მასალებიდან გამომდინარე, ქრთამის აღების ფაქტთან საერთოდ არ გვაქვს საქმე, თუმცა ამას საბოლოოდ სასამართლო შეაფასებს, რა თქმა უნდა, რაღაც სხვა კონკრეტული დეტალებით მომდევნო დღეებში დაკავშირებით მსჯელობის დროს თქვენი პოზიცია როგორი იქნება თუ შეატახოთ ბრალდებულთან? რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარჩეს აღკვეთი ღონისძიების გარეშე. გირაოს თანხასთან დაკავშირებით არ იქნება ჩვენი პოზიცია იქნება, რა თქმა უნდა, რომ არ იქნეს გამოყენებული არანაირი აღკვეთი ღონისძიების სახე. ფლადი თანხა ამოღებული არის, მაგრამ ეს არის კიდევ შესაბამისებელი გამომდინარე იქიდან, რომ კუთვნილება ისი არის ამ რაღაც კონკრეტული თანხის, თუმცა არ არის. სახელმწიფო ლევან ახობაძეს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინდელი ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ ლევან ახობაძემ კერძო პირისგან რუსეთის მოქალაქისგან ქრთამის სახით 9 მილიონი ლარის აღება დააპირა, თუმცა მას შემდეგ რაც საქმეში გრიგოლ ლილუაშვილი ჩაერთო, ასაღები თანხის რაოდენობა განახევრდა და მან ქრთამის სახით 250,000 ლარი აიღო, თუმცა განსხვავებული ვერსია აქვს აქ უშუალოდ
პროკურატურის ბრალის დადგენილებაში გრიგოლ ლილუაშვილის სახელი და გვარი ნახსენები აღარ არის. გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად პროკურატურა იყენებს ტერმინს შუამავლები, ანუ პროკურატურა ამბობს, რომ შუამავლების ჩარევის შედეგად გადაწყდა სავარაუდოდ თანხის ოდენობაც და ისიც თუ როგორ უნდა გადაცემულიყო ეს თანხა, რაც ვიცით არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით ქრთამის გადაცემა უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ლევან ახობაძის სამუშაო კაბინეტში მოხდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500.000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250.000 ლარზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ჩართულობით და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2024 წლის 29 აპრილს მეწარმის საჩივარი დაკმაყოფილდა. შეეცვალა შეფარდებული სანქცია და საქონლის უსასყიდლო ჩამორთმევის სანაცვლოდ დაეკისრა ჯარიმა საზღვარზე შემოტანილი ნაღდი ფულის 10%-ის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ 2024 წლის მაისში შუამავლების მეშვეობით მეწარმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ქრთამის სახით გადასცა წინასწარ შეპირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 250.000 ლარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილის ლევან ახობაძის საქმეზე სასამართლო პროცესი აღკვეთი ღონისძიების სახის შეფარდების საკითხთან დაკავშირებით დღეს სავარაუდოდ დღის ბოლომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. მის ინტერესებს სასამართლოში დაუფლებებს ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი დაიცავს. სავარაუდოდ როგორც გითხარით, ეს სხდომა იქნება დახურული და ვიდრე პროკურატურა არ მოინდომებს საქმის შესახებ დამატებითი დეტალების გავრცელებას, სავარაუდოდ მედიისთვის სხვა ინფორმაცია მტკიცებულებებთან დაკავშირებით, საქმის დეტალებთან დაკავშირებით მიუწვდომელი იქნება.